სექტემბერი ქართველი საზოგადო მოღვაწის გერონტი ქიქოძის დაბადების დღეა. ფილოსოფოსი, მთარგმნელი, კრიტიკოსი გერონტი ქიქოძის თარგმანება ქართველი მკითხველი ფრანგულ ლიტერატურას აზიარა. ლიტერატურული მოღვაწეობის გარდა ის აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაშიც. გაზეთ საქართველოს რედაქტორობის პერიოდში გამოქვეყნებული მისი წერილები დამატებით წარმოდგენას გვიქმნის ქართული პარლამენტარიზმის პირველი გამოცდილების შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერის შესახებ. გვანცა კილანა ვაგი ამბობთ. მე-20 საუკუნის ისტორიაში გერონტი ქიქოძის სახელი ერთ-ერთ ნათელ ფიგურად რჩება. მუდამ პროგრესისკენ ორიენტირებული, საქართველოსთვის გაწეული მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ფილოსოფოსი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და პოლიტიკოსი აზნაურის ოჯახში ოზურგეთის სოფელ ბახვში დაიბადა. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია მისი ავტობიოგრაფიული ხელნაწერი. მამა დიმიტრი ქიქოძე სოფლის ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა. გერონტიმ სოფლის ორკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ განათლების მიღება ქუთაისის სასწავლებელში გააგრძელა. 1903 წლიდან კი სწავლა ევროპაში, ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე განაგრძო. 1905 წლის დასაწყისში სამშობლოში დაბრუნდა და დეკემბრის რევოლუციაში მონაწილეობდა. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებთან, მოგზაური, დროება და ახალი ცხოვრება. გერონტი ქიქოძე სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი იყო. 1906 წელს პოლიტიკური საბაბით დააკავეს. 3 კვირის შემდეგ კი ოქტომბრის მანიფესტით გაათავისუფლეს. სწავლას მოწყურებულმა ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა და განათლების მიღება ლაიფციგში განაგრძო. სამწუხაროდ 1910 წლის გაზაფხულზე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა საქართველოში და სახალხო გაზეთის რედაქციაში დაიწყო მუშაობა. ჟანდარმერია მის სვიმონ მაჭავარიანთან ერთად დააპატიმრა. სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა. 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ კავკასიიდან გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა გენერალ მაყაშვილის შუამდგომლობით გერმანიაში დაბრუნების საშუალება მისცეს. 1909 წელს ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში განაგრძო მუშაობა. 1910 წლიდან კი დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მისი წერილები ქვეყნდებოდა გაზეთებში სახალხო ფურცელი და საქართველო. 1914 წლის გაზაფხულზე საბოლოოდ დაუბრუნდა სამშობლოს. გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. ქიქოძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ჰქვია. ბრწყინვალე განათლებისა და შესანიშნავი ქართულის მცოდნემ დიდი წვლილი შეიტანა ფრანგული ლიტერატურის შედევრების თარგმნაში. ცალკე აღნიშნვას იმსახურებს მის მიერ ქართულად ამეტყველებული ტრისტანი და იზოლდა, წითელი და შავი, იტალიური ქრონიკები, შაგრენის ტყავი, პროსპერ მერიმეს ნოველები და მრავალი სხვა. როგორც მისი მეგობრების ჩანაწერებიდან ვიგებთ, გერონტი გულკეთილი, მშვიდი და სასიამოვნო მოსაუბრე იყო. არ უყვარდა შაბლონური ლაპარაკი. მაშინაც კი, როდესაც მწვავე პოლიტიკურ ან ფილოსოფიურ პრობლემებზე მსჯელობდა, ყოველთვის ცდილობდა ორიგინალურად შეხებოდა საკითხებს. მას მუდამ თავისი გამოკვეთილი შეხედულება ჰქონდა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ის ყოველთვის პირდაპირ და მკაფიოდ გამოთქვამდა თავის მოსაზრებას. ბოლოს როცა მძიმედ ავადმყოფობდა, მეგობარ შალვა რადიანისთვის უთქვამს: დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია, სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ ჩვენი ლამაზი ქვეყნის მისი განუმეორებელი ბუნების დატოვება კი მენანებაო. გერონტი ქიქოძის შემოქმედებამ, მისმა მოღვაწეობამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.